გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? იმედი მაქვს ხართ ძალიან კარგად. ჩემი ყოველდღიურობა ძირითადად ერთფეროვანი იყო დილით ვარჯიში, მერე სამსახური. სამსახურის მერე ძირითადად ფექას გავუვლიდი ხოლმე და ერთად მივდიოდით სახლში. ეხლა გამოვიდი აბაზანიდან. მოკლედ ეხლა რა ხდება? დღეს ჩამოდის დედა იტალიიდან. 5 წელი არ მინახავს. და დღეს გვიან ჩამოდის. თელღია, აი სუსუნკო. ხარმაევდა. რაღაცა შეცდება მაგ ორგანიზმში. რაღაცა სიმძიმის და დაძაბულობის. რაღაცები ივალაგ-მოვალაგე სახლშიც და ძალიან წერებად რომ გონია რომ ძალიან დიდი ხანია ველოდები, აი ძალიან ამბობ დროს ძალიან დამაყარა სახეზე, არ ვიცი სტრესის ფონზე, ალბათ სტრესის ფონზე, იმიტომ რომ ისეთი არაფერი არ მიჭამია ძირითადად თხილეულზე და სხვა რაღაცებზე მაყრის ხოლმე და ეს დღეები ხოსი არაფერი მიჭამია და ამიტომ ან ეგ არის მიზეზი, ან კუჭნაწლავი ჩემ შემთხვევაში, ან სტრესი და დიდი ალბათობით ახლა ვფიქრობ რომ რაღაც პატარა რაღაც დაბრკოლებები მქონდა და თან დედას ჩამოსვლაც ჩემთვის რამდენადაც მიხარია, იმდენად ძალიან სტრესულია. ანუ მთელი გზა სანამ დედა მოდის. რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, შვიდობით ჩამოვიდეს, ამდენი წლის ნახავი დედა უნდა ვნახავ, კარგად დავუხდა რაღაც, აი არ ვიცი, აი ჩემი ორგანიზმი არის პანიკაშია სერიოზულ. და მე ვერ ვწყნარებდები. ჩემი პანიკური შეტევების გადამკიდე, ვფიქრობ კიდე ყოჩაღად ვარ. სანამ დედა ჩამოვიდოდა, დრო ძალიან ნელა გადიოდა. ამიტომ რაღაცით უნდა დავკავებულიყავი. გამოვწერე პატარა ყვავილები და ლამაზი სარკე შევქმენი. და ჩამოვიდა. მოკლედ. ახლა მინდა რომ რამდენიმე კითხვა დაგისვა რა. მეც მაინტერესებს. და მგონია რომ საინტერესო იქნება. პირველ რიგში მგონია რომ ეხლა ვინც დაგინახავს, ვინც არ მიცნობს და შენც არ გიცნობს, ეგრევე კითხვა გაუჩნდებათ რომ რამდენი წლის ხარ ისე კარგად რომ გამოიყურებიო და ჯერ ეგ გითხარი. 47-ის. არავის უკითხავს და ესე კარგად რომ გამოიყურებიო და აი ესე და ვიძეო. 47-ის. ანუ თან როგორ შეიფე? 47. ყველაზე მეტად რა გენატრებოდა საქართველოში? ნუ ვიცი რომ მე, მაგრამ ადამიანებს არ გულისხმობთ. აი რაღაცა ან რომელიმე კერძი გენატრებოდა, ან აი კონკრეტული ადგილი. კერძია, არ მომნატრებია არასდროს არ. იცი რა, ყველა კერძის ჭამა მიყვარს იმ ქვეყანაში, სადაც როგორ გითხრა. საქართველოში მინდა რომ ჭამო ხინკალიც და ჯურჯხელაც და არ ვიცი რა. ხო, ანუ იქ არ გქონია სული რა კერძი. ანუ იქ რომ მომნატრებოდა და მიჭამა არა, მინდოდა რომ აქ ჩამოვსულიყავი და აქ დამეგემოვნებინა. რა მომნატრა. და პაუზა ერთი წუთი. მე მოვუჭერე რაღაცა. რაც მენატრებოდა, მიყვარს ჩემი ეზოს ხილის ჭამა. ხიდან მოწყეტილი ხილის ჭამა მიყვარს კი. ახლა სეზონზე დამხვდა ლეყვი, რომელიც ძალიან მიყვარს და იმ გონია რომ სოფლიოში ესეთი გემრიელი არსად არ არის ესეთი გემრიელი თხილი. ხო. მედრი თხილი. ხო, ეს მიყვარს და მენატრებოდა ძალიან. მოდი მე დამახასიათე 3 სიტყვით. ოღონდ ანუ სერიოზულად რა. იმიტომ არა რომ ვიდეოს ვიღებ და რაღაც, ანუ აი რეალურად თუ ზარმაცი ვარ, ეგეც მინდა თქვა. და ანუ აი 3 სიტყვით. ხო, ძალიან მზრუნველი. იმდენად აღმოაჩინა ეს თვისება შენში ადრე, როდესაც ერთად ვიყავით, ამას ვერ ხედავდი, თუმცა იყავი მზრუნველი, მაგრამ ჩემი წასვლის შემდეგ
უფრო გაგიმძაფრდა. ხო, უფრო პასუხისმგებლობა ფართო ვიქცენი. მასშტაბით მოვლინე, არა მხოლოდ ჩემს მიმართ, ზოგადად მთელი ოჯახის წევრების მიმართ. რასაც სულ მეკრობდი და სულ მადლიერი ვიყავი, რომ თუნდაც ჩემი მშობლები, როდესაც მე შორს ვარ, მაქვს ძალიან დიდი იმედი. და მართლა გულით ვამბობ, რომ ასეთ ყურადღებას მე ალბათ ვერ მივაქცევდი, მე რო ვაქვეყნე შენ იმდენი რამე გააკეთე. ხარ საკმაოდ ნიჭიერი, საკმაოდ ბევრს მიაღწია შენ პიროვნულ ზრდაში და განათლების მხრივ. ცოტა ჩლუნგი. და ხავს თუნდაც ლიტერატურა რაც გაქვს საკითხული, საკმაოდ ესეთი რთული კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებები არის, რომელსაც ყველა ვერ კითხულობს და შენ ამას სიამოვნებით აკეთებ. და ამის გარდა პარალელურად სწავლობდი და ჩავაბარე. კაი. და ბოლო რა. სულ კაი თვისებები თქვი და ცუდი თვისება არ მithქვა ამ შევთქვი. კაი, ახლა ცუდი თვისებები თქვი. ანუ ცირად ფეთქებადი ვარ. სუდი და კარგის თქმა არ მიყვარს. ფეთქებადი ხო ვარ. ფეთქებადი ხო ვარ. ხო შემიძლია მარტივად რაღაცაზე უცებ გავღიზიანდე. კი, გაქვს ეგეთი მომენტებიც, კი. მაგრამ მალე გაიგე. აი, მოდი მე ვიტყვი ხა და დამეთანხმები. ეგ კიდე ზედმეტად მიჯეჭვული ხდები ადამიანებზე და ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ მე მაგით ჩემ თავს ძალიან ვნებ. ჩემ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას პირდაპირ უტყავს ხოლმე ყოველთვის. ყოველთვის ეხაც გავნერვიო. ჭლეკია. წამაშროსვა, აი გზევით, აი და ყოდებული როთან. ჩაყაველი. აი ორი წუთი ადი დეპრესიას დავვლევ და მოვა. წყალი გამომიტანეთ. ყველაფერი კარგად არის, კარგად ავარ. აკლეთ რა, ბოლოს რაც მაინტერესებს, შენ მიდიოდი, ძალიან ნერვიულობდი, სანამ წახვიდოდი იტალიაში და ძალიან გჭირდებოდა ადამიანი, ვინც თუნდაც რაღაცა ერთ სიტყვას გადმოგიგდებდა რა იქ წასვლამდე. აი შენ რა ესეთყოდი, ვინც ჯერ არ წასულა და აპირებს წასვლას. არ აქვს მნიშვნელობა რომ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მხოლოდ იტალიაზე შემიძლია ვილაპარაკო. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ნებისყოფა არ აქვს ადამიანს არ უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ტყუილად ეკნება ხარჯი და უკან დაბრუნდება რამდენიმე თვეში და ბევრი იმიგრანტი დაბრუნდა, მაქსიმუმ 3 თვეში, 2 თვეში ბრუნდებიან. და შემდეგ უკვე შევა ის იქნება რომ არაფერი არ გაგიკვირდეთ და არ გეწყინოთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტის ხალხია და შეიძლება უბრალოდ ეს შეკითხვა დასვან ჩვენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ იმათთვის ნორმალური არის ეს შეკითხვა. და ყველანაირი წყანის დაგაკვირვების გარეშე უნდა მიიღო ეს შეკითხვა და შენებული ფორმით გასცე პასუხი. ხო შეიძლება ესე პირდაპირ გეწყინოს და ანუ გაღიზიანდე ხო და რაღაც უხეში პასუხი გასცე ვთქვათ, მაგრამ იმათთვის არის ნორმალური, ისინი არ ფიქრობენ რომ ამით ჩვენ შეურაცხყოფას გაყენებენ, ან არ გაგიკვირდეთ და არ გეწყინოთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრობ და უნდა მოერგო იმ ცხოვრების წესს და იმათ მენტალიტეტს. ან წამოხვიდე მათ თუ მათ. ხო, ყველა შემთხვევაში ცხოვრობ მათ ქვეყანაში და მათ მენტალიტეტს უნდა მოერგო. კაი, იცი რა მაინტერესებს კიდე, როგორ უვლი თავს, იმიტომ რომ შენი ასების ქალები ესე არ გამოიყურებიან რა, ეხლა განავინოს ვაკნინებან რაღაც. პირიქით, უბრალოდ მინდა რომ რაღაც შენი ცხოვრების რაღაცები გაგვიზიარო, რებსაც აკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე. ნუ პირველი არის ის, რომ მუდმივად ვარჯიშობ. კი, ბოლო 15 წელი იქნება ვარჯიშობ, მაგრამ ზოგადად გენეტიკაც ხელს მიწყობს და ვიტყოდი ასეც რომ ჩემ გენეტიკას გავუმართლე ჩემთან. თორემ შეიძლება ადამიანს კონდეს გენეტიკა, მაგრამ არ მოუაროს თავს და კვებითაც ხო უწყობ, იმიტომ რომ ანუ აი არ ჭამ რაღაც მეტად შაქრიანს. ადრე არ ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ალბათ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით დაბალანსებული კვება მაქვს, ფიზიკური აქტივობა. არ მაქვს გაკეთებული არანაირი ქირურგიული ჩარევა, ესთეტიკურ დონეზე. არც ესთეტიკური, ანუ არც ფილერები, ბოტოქსები საერთოდ არაფერი. დიახ და არ ვხმარობ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებს, რადგან არ მჯერა მითების. უბრალოდ სახეს ვიტენიანებ ყოველთვის. და ძირითადად ხმარობს ბავშვის ხაზს. ბავშვის ხაზს ხმარობ. კიდე რაღაც ხაზს ხმარობ, ხომ ძირითადად ხო. ყოველი არის კანი მქონდეს დატენიანებული. არა იმიტომ, მხოლოდ იმიტომ რომ თავს უნდა მოუარო. წუხდები, დისკომფორტი მაქვს, თუ კანი არ მაქვს დატენიანებული. და ალბათ ესეც ხელს მიწყობს. ხო. კაი, მე ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე საინტერესო გამოვიდა. თუ მოეწონება ხალხს, მე კიდე სანამ დაბრუნდები, რამოდენიმე ვიდეო კიდე გავაკეთოთ ერთად.
დაგვიწერეთ თუ მოგეწონათ და შემდეგ ვიდეოსაც ამ ქალბატონთან ერთად ჩავწერო. Tschüss.